დღემშვიდობის კანონთან დაკავშირებით მაქვს კითხვა მის აღმატებულება პრემიერთან და ზოგადად თქვენს ტაშის კვრელებთან თქვენო აღმატებულება. გუშინ თქვით, რომ აპირებთ კანონი მიიღოთ, რა კანონითაც თქვენ ფაქტიურად სოციმედიას ზღუდავთ, სიტყვის თავისუფლებას ზღუდავთ და ადამიანებს უკრძალავთ სიმართლის თქმას, იმიტომ რომ სოციმედიაში თქვენ ფაქტიურად ნადგურდებით და თქვენი სიცრუის პროპაგანდისტული ტელევიზიები, რომლებიც სიცრუეს ავრცელებენ, ძალას კარგავს ფაქტიურად და აზრი აღარ აქვს მაგას მოქმედებას. იმიტომ რომ აქ სიმართლე კიდევ ისმის ასე თუ ისე. ეხლა კითხვა მაქვს თქვენთან, თქვენო აღმატებულებო, პრემიერო. როგორ მოგმართოთ, როცა იტყუილებით? მე როგორც ერთი რიგითმა სასულიერო პირმა თუ ისე ნებისმიერმა ერის კაცმა. არის ასეთი რამ, რომ ცუცრო ცუდი არ უწოდო, კარგია ბო როგორ ვაქო. ხო და როცა იტყუილებით, როცა სიცრუეს ლაპარაკობთ, როცა ბოროტებას აკეთებთ, ამას რა დავარქვათ თქვენო აღმატებულებაო, პრემიერო? როცა იტყუილებით, მაგალითად, აი გუშინ მოიტყუილეთ და თქვით, რომ ეს ხო თქვენი პროფესია არის, რომ ადამიანებს თვალებში ნაცარი აყაროთ. გუშინ მოიტყუილეთ და თქვით, რომ აბორტების კუთხითო სტატისტიკურად შემცირებული არისო, აბორტებიო და ეს არისო ქადაგებაო, ქადაგების შედეგიო. ეხა მოკლედ გეტყვით ეს რამდენაირი ტყუილი არის. ეს არის ფარისევლობა, ვითომ ამით კოჭი გააგორეს ეკლესიისკენ, სასულიერო პირებისკენ და პატრიარქის ქადაგება რო უნდათ რომ თან დააკნინონ და თან კიდე თქვან რომ ჩვენ აი ეკლესიის წინააღმდეგი არა ვართ, აგერ ქადაგების შედეგად ხედავთ რომ აბორტები შემცირდა, ეს ერთი ფარისევლობა და ტყუილი და მეორე მთავარი ტყუილი ის არის აბორტების სტატისტიკა არ შემცირებულა. სინამდვილეში შეიძლება გარკვეული დოზით მართლა რაღაცამდენი ათასით ნაკლები გაკეთდა ვიდრე 2 და 3 წლის წინ, მაგრამ ეს განპირობებულია ერთი რამით. ეს განპირობებულია იმით კი არა რომ ადამიანებმა აბორტების კეთება შეწყვიტეს. არამედ იმით, რომ თქვენ ქართველი ერის აბორტიზაციას აკეთებთ, სამშობლოდან მოწყვეტას და იმიგრაციაში გახიზვნას და აქედან გამომდინარე, რადგანაც საერთო რაოდენობა შემცირდა ხალხის, ამიტომ შემცირდა აბორტების სტატისტიკურად, თორე აბორტები არ შემცირებულა. აი ეს არის სიმართლე. და როდესაც თქვენ ამას ამბობთ, ცრუობთ, იმიტომ რომ ეს შესანიშნავად იცით, რომ ეს ასე არის, მაგრამ ცრუობთ, იმიტომ რომ სხვანაირად ამ თქვენი სიცრუის პროპაგანდირებას ვერ მოახდენთ. ეხა მე კითხვა მაქვს თქვენთან, როგორ მოგმართოთ თქვენო აღმატებულებაო, ბატონო პრემიერო? გიწოდოთ მატყუარა, ქოსატყუილა, ქოცატყუილა თუ უბრალოდ ქართველი ერისთვის ემიგრაციაში გამხიზნი, სოციალური ოკუპაციის მომწყობი, გენოციდის მომწყობ შადიმანებად მოგნათლოთ. მიპასუხეთ ამ სიტყვაზე, რომ ხვალე კანონი რო გამოვა, ვიცოდე. მიუხედავად იმისა, რა კანონიც არ გინდა მივიღოთ, თქვენ მაინც ისახელი გერქმევათ, რაც ქვიათ, მაგრამ თქვენ რომ კი მითხრათ, თქვენო აღმატებულებო, პრემიერო, რა გიწოდოთ, რომელ სახელს აირჩევთ? შადიმანებს, როსტომხანებს, ქოსატყუილებს თუ გენოციდის მომწყობ
ნებისმიერ სახელს არ ვიცი, თქვენ აირჩიეთ, მითხარით. ქართველებს კი მოუწოდებ. ჩემო კარგებო, ჩემო საყვარლებო, მშვიდობიანი დღე მოგმადლობთ უფალმა და ნუ შევეგუებით და შევეპოვებით იმას, რისი შეგუებაც არ შეიძლება. არ შეიძლება ცოდვის დაკანონება, არ შეიძლება ის რომ აბორტი არ აიკრძალოს, არ შეიძლება ის რომ ათასობით ადამიანი ემიგრაციაში გადიოდეს და იღუპებოდეს. სოციალურად შეჭირვებული ერი მიდიოდეს და საკუთარ სამშობლოს წყდებოდეს. და კიდე სხვა მრავალი პრობლემა, რომელსაც ეს ქოცატყუილები ახორციელებენ, არ შეიძლება რომ ჩვენს ქვეყანაში ხდებოდეს. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ დამნაშავე. თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც მივეყიდეთ ამ გამყიდველებს. აი ეს არის სიმართლე. აბორტი არის საკუთარი შვილის კვლელობა, საკუთარი დედის მუცლიდან, ქართველი ერის ემიგრაციაში გახიზვნა და მოწყვეტაც საკუთარ მიწას სამშობლოს არის აბორტი. და ორივე ამ ყველაფერს ახორციელებს ჩვენი შადიმან ხელისუფლების წარმომადგენლები. სახელი თქვენ დაარქვით. ქოცატყუილები, შადიმანები, მატყუარები, თუ რა ვიცი, ნებისმიერი სხვა რამ. ეს არის სიმართლე.